გამარჯობა, გოგოებო და ბიჭებო, ავტომოყვარულებო. დაგიბრუნდით ვიდეოთი, დიდი ხანი არ ჩამიწერია, იმიტომ რომ ნაღდათ არ მქონდა მის ხალისი და ხო ამისი ყველაზე მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რაც ქვეყანაში ხდება და ის რაც 26 ოქტომბერს გაყალბებული არჩევნების შემდეგ პატივცემულმა მთავრობის de facto წარმომადგენელმა 28 ნოემბერს უკვე გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს დასავლური სულა არის დასამარებული. ხო და ამას რა თქმა უნდა მოყვა ხალხის პროტესტი და უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხი ქუჩაში დგას, მათ შორის მეც ვდგავარ, სამსახურის მერე მივდივარ და ვატარებ იმ დარჩენილ დროს, რომელიც დასვენებაში უნდა გამოვიყენო იმ ხალხის გვერდით დგომაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის და დასავლური მომავლისთვის აქტიურად იბრძვის. ხო, ეს იყო ის პატარა შესავალი, რაც მინდოდა გამეკეთებინა, თუ რატო არ ვაკეთებ ვიდეოებს. ვისაც ამის მოსმენა გეწყინათ, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თუ ჩემი ყურება გინდათ, მოგიწევთ ხოლმე. იმიტომ რომ პოლიტიკა გეხება შენ, პოლიტიკა მეხება მე და პოლიტიკა ეხება ყველას, ასე რომ აპოლიტიკური ვერ იქნები, არ არსებობს ეგეთი ამბავი. ეხლა რაც შეეხება საქმის. მოკლედ, ვამზადებთ ირაკლი ჭანჭღავას სარბოლო ავტომობილს. აი ამ Honda Civic-ს ბევრმა იცით. ეს არის Honda Civic EJ K24 ძრავით. და ეს მანქანა იყო სპორტულად მომზადებული ყველანაირად, მაგრამ ირაკლი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოს პროფესიონალურ ავტოსპორტში, შეუკვეთეთ უსაფრთხოების დუგები და ეხლა ამ მანქანას ვამზადებთ უსაფრთხოების დუგებისთვისაც და ასევე სპორტულობიდან უკვე სარბოლოზე გადავყავს, რაც გულისხმობს ძალიან ბევრი რაღაცის ჩაკორექტირებას, რაც ჩვენ ქონდა გაკეთებული რა. ხო, ეს მანქანა იყო ერთ-ერთი პირველი სვაპი, რაც ერთ-ერთი პირველი კი არა, პირველი სვაპი იყო, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მე და ჩემმა ძმამ. და ცოტა რთული სვაპი იყო, არც გამოცდილება გქონდა, თან ისეთი მოდელიდან ამოვიღეთ ძრავი და ელექტროობა, რომელიც გადამყვანიც არ იყიდება. ხო და ეხლა უკვე stand-alone კომპიუტერის შემდეგ ის ზედმეტი ელექტროობა რაც ამ მანქანას ეყენა, გამოვაცალე, თან დამსუბუქდა, თან გამარტივდა მანქანა, იმიტომ რომ აი ეს ზედმეტი ელექტროობა ეხლა რასაც აქ ხედავთ, მათ შორის აქ არის მეორე საიდანაც რავი ამოვიღეთ იმ მანქანიდან დარჩენილი ესეთი დამცველების ყუთი და კიდე ბევრი რაღაცეები, რაც ამოვაცალე და ეხლა მივდივარ იქამდე, რომ ეს ელექტროობა უკვე უნდა შევკრა და დავალაგო ისე, რომ დუგებს ხელი არ შეუშალოს, იყოს უსაფრთხო, ცეცხლის გაჩენის შანსები მაქსიმალურად შევამცირო და ასე შემდეგ. მოკლედ სარბოლო რეგლამენტი, რასაც გულისხმობს, ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ასევე უნდა დავაყენოთ ABS-ი, ეს არის Honda S2000-ის ABS-ია. ეს უნდა დავაყენო. ხო და კიდე უნდა გავაკეთოთ ესეთი რამე, რომ აი ეს კრილოს არკებს რო ეძახიან, აი ეს შასის ეს დეტალები, რომელზეც აი აქ შიგნით ჩანს, რომ საბურავი არის ნადები ბევრ ადგილზე, შიგნით ეს ახლა ჩვენ მანქანის სიმაღლე სპეციალურად აწეული გვაქვს იმის გამო, რომ არ მოედოს დიდ საბურავებს. ხო და ესენი უნდა მოიჭრას არკები. აი დაახლოებით ესე მოიჭრება. აქაც ის რა ქვია გიტარის ზედა გიტარის თავი ამოდის და ედება ხოლმე ამას, შესაბამისად ესეც უნდა მოიჭრას ესე და ამაღლდეს, რომ მანქანის კლინს რაც შეიძლება თაბლად აიწიოს. და ნუ რა თქმა უნდა ამის ადგილზე ჩასვარკდება მეგრე რკინის მეტალის დაფა, რომელიც დაახლოებით ესევე იქნება ალბათ ვიზუალურად უბრალოდ ცოტა უფრო მაღლა რა. ამას მე პროცესში უკვე განახებთ. კიდე რა უნდა გავაკეთოთ? კიდე უნდა გავაკეთოთ ის, რომ ქარხნული საწვავის ბაკი უნდა
მოხსნათ, ხო ამას ატოვაკეთებთ, ხა უცებ გადავახტი. იმიტომ რომ 18 დიუმიან დისკებზე უნდა გადავიდეთ და მანქანის კლირენსი უნდა იყოს, რაც შეიძლება დაბალი, რომ წონის ცენტრი დაბლა იყოს და მანქანას მოხვევაში მისცეს უპირატესობა. ხო, ასევე ვაკეთებთ საწვავის ბაკი უნდა მოხსნათ ქარხნული, რომელიც იქ ქვემოთ აღენია დაახლოებით ამ ტერიტორიაზე. მძიმეც არის და ასევე არის ქარხნული, როცა არის საწვავი რაღაც დონეზე მეტი თუ არ დგას, დაახლოებით 15-20 ლიტრზე მეტი თუ არ არის აუზში. ეგრეთ წოდებულ ატლივს აკეთებს ხოლმე, ანუ ჰაერსირებს საწვავი შორდება ბენზინის ტუმბოს და ჰაერსირებს და მანქანა შეიძლება ჩაქვრეს, ან პატარა ისინი კონდეს, რა ქვია, ჩაგდებები. მაგიტომაც უნდა დავაყენოთ სპორტული აუზი, უკვე სალონში, და ამას გავივლი რეგლამენტის მიხედვით. პროფესიონალურ შეჯიბრებს თავის რეგლამენტი აქვს და იმის მიხედვით რომ უსაფრთხო იყოს, სავარაუდოდ შეფუთული უნდა იყოს ის აუზი და სად დადგება მაგასაც მერე უკვე გავარკვევთ. ასევე ეს ქარხნული სათადარიგო საბურავის ორმო რაც არის, უნდა ამოვავსოთ. მოიჭრება ეს და რამე ან პლასტიკი ან რამე სხვა ჩაიდგება, რაც წონის უპირატესობას მოგცემს და ასევე მოგცემს იმის უპირატესობას, რომ ეს გამშვები გამოივლის ცენტრში სწორად და შესაბამისად აქ მიხვევ-მოხვევები და მსგავსი რაღაცეები აღარ ექნება, აი აქ რო გადადის, გადმოდის და ძალიან ბევრი მიხვევ-მოხვევა აქვს. ეგეთი რაღაცეები აღარ ექნება. მოკლედ გიბრუნდებით ამ პროექტით და გზადაგზა მოგაწვდით ინფორმაციებს.